ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში. ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატორთა განმარტებით პანდემიური და პოსტპანდემიური გარემო უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის პრაქტიკულად ყველა სეგმენტზე. განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. აქედან გამომდინარე პროექტის მთავარი მიზანია მოხალისეობრივი გზით ახალგაზრდებისთვის სათანადო ცოდნის მიწოდება და გარკვეული უნარჩვევების გამომუშავება. საამისოდ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწორედ აღნიშნული გამოწვევების საპასუხო აქტივობები იგეგმება. ღონისძიება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მიმდინარეობს. შეირჩა საქართველოს პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტიდან 150 მოხალისე და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სწავლება არაფორმალური განათლების და ტექნიკების გამოყენებით. შეიქმნა სასწავლო პროგრამაც კი მოხალისეობის მენეჯმენტში, თუ როგორ უნდა მოეხდინათ ახალგაზრდებს და მოზარდებს მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება და მაქსიმალურად უსაფრთხოების ზომების დაცვით ტრენინგების დასრულების შემდგომ მოხალისეები ყველა მუნიციპალიტეტში გადავიდნენ აქტიური, ასე ვთქვათ, მოხალისეობის რეჟიმში. მათ თავად მოახდინეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების გამოვლენა. არიან მოხალისეები, რომლებიც ეხმარებიან მაგალითად მოხუცებს, არიან მოხალისეები, რომლებიც ასე ვთქვათ, მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, ადამიანებთან. მოხალისეების ერთი ჯგუფი ასევე მოხალისეობს მიუსაფარ ბავშვებთან და ჩვენ შევქმნით ერთ-ერთი ეხლა სატესტო რეჟიმში არის პლატფორმა Youth Volunteering G, რომელიც ყველა მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდას თუ მოზარდს აძლევს შესაძლებლობას დარეგისტრირდეს, გახდეს მოხალისე, მიიღოს ჩვენი ორგანიზაციიდან კონსულტაცია. ახალგაზრდული საქმიანობა არის მეტად მნიშვნელოვანი სხვადასხვა ჰუმანიტარული მდგომარეობების დროს, მათ შორის პანდემიების დროსაც და ამ დროს ხდება ხოლმე რომ ახალგაზრდები თავიანთ თემებში, თავიანთ მუნიციპალიტეტებში ეხმარებიან იმ მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომელთაც ეს ესაჭიროებათ. გაეროს ბავშვთა ფონდისათვის ახალგაზრდების განვითარება, მათი ჩართულობისა და მონაწილეობის გარდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის მეტად მნიშვნელოვანი. და მომავალი 5 წლის პროგრამაშიდაც ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პროექტში ჩართული მოხალისეების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანი და განსხვავებულია. თითოეული ინიციატივა მონაწილეთა სურვილებსა და რესურსებს შეესაბამება. ინტელექტუალური მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, არტ-თერაპია, პროგრამირება, არაფორმალური განათლება. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მიმართულებებისა, რაზეც მოხალისეები მუშაობენ. აგვისტოში შემოვერთდი მე ამ მოხალისეობრივ პროექტს და გავიგე ძალიან ბევრი მშობლისგან, რომ ონლაინ გაკვეთილების დროს ბავშვები ჩამორჩნენ ძალიან პროგრამას და გადავწყვიტე, რომ ჩემი წვლილი შემეტანა და დამეწყო ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარება. თავდაპირველად გაკვეთილებს ვატარებდი წესში, ჩემს სოფელში რაჭაში. ბავშვები ჩემთან მოდიოდნენ სახლში. ზოგი ჩამოსული იყო თბილისიდან, ზოგი რუსთავიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან და ძალიან საინტერესო გაკვეთილები გამოგვდიოდა ინგლისურში, უმეტესად პატარა ბავშვები იყვნენ. თუმცა თბილისში რომ ჩამოვედი, შემდეგ გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება და ამჯერად გაკვეთილებს ვატარებ ქართულში და ინგლისურში ისე, თუმცა ონლაინ რეჟიმში ვართ ამ შემთხვევაში. ჯერჯერობით 5 მოსწავლე მყავს და აგვისტოდან დღემდე ვატარებ ამ გაკვეთილებს. მე ვეხმარები მარტოხელა ადამიანებს, ასევე დაუნის სინდრომის მქონე პირს და მის ოჯახს და ასევე ძალიან გაჭირვებულ ოჯახს ჯერჯერობით, თუმცა სამომავლოდ ვაპირებ, რომ კიდევ მეტი სახის დახმარება გავუწიო სხვა ადამიანებსაც. ჩემი დახმარებას მოიცავს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური საშუალებები. მატერიალურში გულისხმობ საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე საკვები, სურსათსანოვაგე, ტანსაცმელი, სათამაშოები. არამატერიალურში გულისხმობ ფიზიკურ შრომას, ვცდილობ რომ როდესაც მივდივარ, ვთქვათ, ვკითხო, რამე ხო არ სჭირდება, დაულაგო გარემო, მაგალითად, გავეგზავნო მედიკამენტების მოსატანად, ან დავეხმარო გასეირნებაში, ვინაიდან ბერს
სიარული მოძრაობაც უჭირს. არამატერიალურში კიდევ გულისხმობ, რომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი აქტივობა და ალბათ მათთვისაც არის ის, რომ მე მათ ვუტარებ მინი კონცერტებს. ვუკრავ გიტარაზე, ასევე მღერი, შეძლებს დაგვარად ცეკვავთ, თუმცა ყოველთვის ვცდილობ დავიცვათ დისტანცია, ვინაიდან ეს აუცილებელი არის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. უმრავლესობას, ვისაც მე ვეხმარები, აქვს თამდები დაავადება, ვერ ახერხებენ რომ გავიდნენ გარეთ, ვინაიდან არიან რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები. იდეის ავტორთა განცხადებით, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მოხალისეთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოწყვლად ჯგუფებში წარმოქმნილი კონკრეტული პრობლემების მოგვარება.